გამარჯობა, ეთერშია გამოკითხვა ნათია მიქიაშვილთან ერთად. Როგორ ფიქრობთ, რა გახდა ოქრუაშვილის მიერ ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზი? განხეთქილება ბურჯანაძესთან გარიგება, ხელისუფლებასთან გეგმის არარსებობა, პარტიის ახალი გეგმა თუ არც აპირებდა ჩამოსვლას? გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა ჯიდა დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 999. პირველი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ნათია. გამარჯობა გისმენთ. ბოლომდე მათქმევინე საქმე. ოქრუაშვილი არ ჩამოსვლელი იყო. და არასდროს გამკეთებელი არ იყო. გასაგებია თქვენი პოზიცია? დამამთავრებელი გისმენთ. ოქრუაშვილი არის დამნაშავე საერთოდ. მაგრამ დღეს საქართველოში წყდება ქართველი ხალხის ბედი. ან ეს მთავრობა იქნება უკუნითი უკუნისამდე? ან ეს ხალხი იქნება სულით მონა? ან ეს ხალხი უნდა განთავისუფლდეს. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა, რომელსაც მე ახლა პირდაპირ ეთერში წაგეკითხავთ. ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი დანა რომ დამარტყად სისხლი არ გამომივია. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შებიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება. ხელისუფლების რიტორიკა, რითიც ისინი ხალხს აშინებდნენ თითქოს და ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დაუბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს ხალხის შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდნონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. იმას რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ჰქვია. ღალატი ხალხის. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინ არის. მე შეგახსენებთ რომ ეს არის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა. დიახ გისმენთ. არც ოქრუაშვილი იყო სანდო, არც ხინძმარიშვილია სანდო და არც გაჭიჭილაძე და რატო? დიახ. ხინძმარიშვილის დახმარებით მას ლომისილი აქვს სააკაშვილის მოსვლაში. მან იცოდა ვინ მოდიოდნენ. დიახ. და ისაც უნდა გაეთვალისწინებინა. რა ძალა მოდიოდა. გასაგებია, თუმცა შეკითხვაზე მინდა ბატონჩემო კონკრეტული პასუხი. როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის ჩამოსვლელობის მიზეზი რა გახდა თქვათ? განხეთქილება ბურჯანაძესთან, გეგმის არარსებობა, პირიქით პარტიის ახალი გეგმა. არავითარი განხეთქილება იმათ რომ პირობა დადეს რომ 25-ში ვითომ აპირები რაღაცას. დიახ. კაციშვილი არ მივიდოდა მაგათთან. ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელს ფიქრობთ, რა მიზეზით არ ჩამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში? უბრალოდ გაითამაშა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. ჩვენ ტელეფონის ნომერია 317 999. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გენეცელი. ნათია გენეცელი არ გამთიშო ერთი წუთით. აი ამ მთავრობას მე რა უთხარი, რომ აი იქ რომ ხალხს არ ბევს მართლა და არ აგდებს იქედან. ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის ჩამოსვლელობის მიზეზი ოქრუაშვილი ნაძირალა, მატყუარა. კორექტულად თუ შეიძლება. კორექტულად, რა კორექტულად ისე ლოთები, ბრადიაგები, სხედან იქ და ეს მთავრობა ხელს არ ანძრევს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მე იძულებული ვარ გავწყოთ თქვენთან სატელეფონო საუბარი. მე ყველა მაყურებელს თხოვ პირდაპირ ეთერში კორექტულად ისაუბროს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო, ნათია გამარჯობა გენაცვალე. მე გეტყვით იმას, მე მაგალითად ბურჯანაძეს ვადანაშაულებ, იმიტომ რომ მაგას არ უნდა არც ლევანი, არც ოქრუაშვილი რაღაცა ეჭვი მეპარება, მაგას უნდა პრეზიდენტობა და ისინი ხელს შეუშლიან ალბათ მაგაში და აი ეს არის მაგაში. ფიქრობთ რომ განხეთქილება გახდა ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის ჩამოსვლელობის მიზეზი? დიახ, აი ეგ არის მიზეზი. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 999. როგორ ფიქრობთ რა გახდა ოქრუაშვილის მიერ ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზი? არც აპირებდა გარიგება ხელისუფლებასთან, გეგმის არარსებობა, განხეთქილება ბურჯანაძესთან თუ პარტიის ახალი გეგმა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ გამარჯობა. განხეთქილება გენაცვალე.
გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ ოქრუაშვილის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოგზავნილი მიმართვა გავრცელდა, რომელიც მე ერთხელ უკვე პირდაპირ ეთერში წავიკითხე და მაყურებელს შევახსენებ, რომ იქ არის საუბარი იმაზე, რომ ოქრუაშვილი ამის შემდეგ მარტო მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. ოქრუაშვილი ასევე აცხადებს იმას, რომ 2009 წლის მაისში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ასევე არასაჭიროდ ჩათვალა მისი შემოსვლა საქართველოში და ის ამ დროს საქართველოს საზღვრებთან იმყოფებოდა, როგორც ოქრუაშვილი ამბობს, ჯერჯერობით არაფერი დამთავრებულა და ყველაფერი წინ არის. გეტყვით იმასაც, რომ დღეს პირველ ნახევარში ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება, სადაც მან ისაუბრა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სწორედ პარტიის ლიდერებმა დაიღოლიეს იმ გადაწყვეტილებაზე, რომ ოქრუაშვილი არ ჩამოსულიყო საქართველოში, რაც შეეხება სახალხო კრებას და ნინო ბურჯანაძეს, მათ გააკეთეს განცხადება და განაცხადეს, რომ ოქრუაშვილს თუ შეეშინდა, ან თუ ის არ აპირებდა ჩამოსვლას, ამის სახალხო კრებაზე გადაბრალება არასწორია. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ძალიან გაუგნებული ვარ. აი ვერ უკვე რა ხდება, ასე ახელახებითაც ვერც ალბათონ ნინოს დავადანაშაულებს სახალხო კრებას და ვერც ქართულ პარტიას. და როგორ ფიქრობთ, რა გახდა ჩამოუსვლელობის მიზეზი ამ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილი რატომ არ ჩამოვიდა თბილისში? იმიტომ რომ მან განაცხადა, თავიდან გეგმა არ იყო ისეთი, რომ მაგადე ერთად გამოსულიყვნენ. ეხლა ეს კონსულტაციების შედეგად ვერ მიიღეს რაღაცა ერთობლივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი აზრით, სულად არ შეუსრულდა ხელს, რომ იქაც მიტინგი გამართულიყო და იქაც მიტინგი გამართულიყო. მე შეერთდებოდნენ ერთად. არ ვიცი, აი უკვე ვეღარ ვერკვევი, კაცო, ძალიან გაურკვევრო. გასაგებია თქვენი პოზიცია და თქვენი დაბნეულობაც როგორც ჩანს ამ გადაწყვეტილებამ ისე დააბნია საზოგადოება, რომ დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმარი არ გვეყოლება, ჩვენი ფორმატი ოდნავ დარღვეულია. აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა პირდაპირ ეთერში ოქრუაშვილის თემაზე საუბარს თავი არიდა და უარი განაცხადეს გადაცემაში სტუმრად მოსვლაზე. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. დიახ, გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. არის მის როგორც ჩანს მაყურებლის ხმა, შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ჩემი რა გისმენთ ეთერში ხართ. ეთერში ბრძანდებით ქალბატონო გისმენთ. ალო ეთერში ბრძანდებით გისმენთ. იმიტომ რომ დიახ, რატო არის მის თქვენი ხმა? იმიტომ რომ ეგონა მთელი სამწოდა. ანუ რა მიზეზით არ ჩამოვიდა? რა მიზეზით? აქ ძალიან კონკრეტული ვარიანტები გვაქვს ჩვენ მოცემული სამწუხაროდ შეწყდა ზარი მაყურებელთან. შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. დიახ, გისმენთ გამარჯობა. გამარჯობა. საღამოს მშვიდობისა ეთერში ხართ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩამოვიდა ოქრუაშვილი საქართველოში? არის მის რატომღაც მაყურებლების ხმა, ეს უკვე მეორე მაყურებელია, როგორც ჩანს, რაღაც რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზი არსებობს. ამ დროისთვის მე ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ. გამოკითხულთა 49% თვლის, რომ ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არც აპირებდა. პასუხი შეკითხვაზე არ აქვს გამოკითხულთა 13%. 11% თვლის, რომ განხეთქილება ბურჯანაძესთან არის მიზეზი უკაცრავად, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში არ ჩამოვიდა. გარიგება ხელისუფლებასთან ამას მიზეზად ასახელებს გამოკითხულთა 11%. 10% ამბობს, რომ გეგმის არარსებობა გახლავთ ამის მიზეზი და პარტიის ახალ გეგმას ამის მიზეზად ასახელებს გამოკითხულთა უკაცრავად 3%. გამოკითხვა ეთერში სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებათ. მაშასე გამოკითხვა ეთერში ბრუნდება, როგორ ფიქრობთ, რა გახდა ოქრუაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზი? განხეთქილება ბურჯანაძესთან, გარიგება ხელისუფლება, გეგმის არარსებობა, ქართული პარტიის ახალი გეგმა, თუ არც აპირებდა ჩამოსვლას? მე კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმის სამარზე 3w გამოკითხვაჯი და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 31799. მანამდე კი მე კიდევ ერთხელ წაგეკითხავთ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით. ძალიან მიმძიმს, ეხლა საუბარიდან რომ დამარტყათ სისხლი არ გამომივა უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება. ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ თითქოს და ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დაუბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ. თანაც თვითონ
ხელისუფლებელთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. იმას რაც დღეს ხდება ერთი სიტყვით ღალატი ჰქვია. ხალხის ღალატი, მათ სინდიზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქცილის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვის ჩათვალო რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინ არის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და ის მომართვის სახით საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გენცელი. გამარჯობა გისმენთ. აი დედას გეთიცები რა. უკვე პირდაპირ გამოჩნდა ვინ არიან ეს გაჩეჩილაძეები, კიწმარიშვილები, გაჩეჩილაძე ეტყობა მართლაც გაყიდა თავის დროზე ყველაფერო პირდაპირ შეკრულები არიან ხელისუფლებასთან რა. და ხო რა შეიძლება ოქრუაშვილს აღა ვილაპარაკო უკვე მაგაზე. როგორ ფიქრობ, ჩამოუცვლელობის მიზეზი რა გახდა კონკრეტული პასუხი როგორ? ის შეკრული არიან სააკაშვილთან პირდაპირ ჩანს რა. და მაგას მის სახელ და გვარ შეუცედი რა. თაგუნა პროჭიაშვილია მაგის სახელი და გვარი რა. კორექტულად, თუ შეიძლება, მადლობა ზარისთვის, მაგრამ მე ყველა მაყურებელს თხოვი საუბრონ პირდაპირ ეთერში კორექტულად. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გამარჯობა გისმენთ. ესე იგი ნინო ბურჯანაძემ დაგარგა ყველაფერი თავისი ქალობა და ყველაფერი რა. როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის ჩამოუცვლელობის მიზეზი რა გახდა? აი ნინო ბურჯანაძეს არ უნდა ენდო და იმით. განხეთქილება ბურჯანაძესთან, ანუ შემიძლია მე თქვენი პასუხი. ნინო ბურჯანაძეს არ უნდა ენდო. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ეთერში ხართ. გისმენთ ეთერში ბრძანდებით. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გამარჯობა გისმენთ. ეთერში ვარ? კი ბატონო, ეთერში ხართ ხალბატონო. ხო, რა არის იცით ერთის მხრივ რაც მოხდა ეხლა ალბათ კაია, ნუ რა თქმა უნდა ბჭყალებში, იმიტომ რომ ყველა ნათლად დაინახა თურისი მაქმისია ნინო ბურჯანაძე და რაც შეეხება ოქრუაშვილს, მე მგონია რომ ის საერთოდ არ აპირებდა ჩამოსვლას და ჯერ კაიხანი კიდე ალბათ არ ჩამოსვლა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გეტყვი, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994. ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება და შესაბამისად ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. დიახ, ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. არ არის ნინო ბურჯანაძე, სანდო და იმით ანუ თქვენ ჩამოვიდა. ამ შემთხვევაში განხეთქილებას აბრალებთ ბურჯანაძესთან? არ არის სანდო ის და იმიტომ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ ეთერში ხართ. მე მგონი გენეცელი მე მგონი აქ ოქროაშვილს ძალიან შეეშინდა. დიახ. ანუ თქვენ იმიტომ რომ ყველა ზურგი უქცია ხალხს. მეტი არაფერი. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს პასუხის, როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში თქვენთვის უფრო რომელი მისაღები, ანუ რატომ არ ჩამოვიდა, ვთქვათ, რა გახდა ამის მიზეზი, განხეთქილება? არ აპირებდა ჩამოსვლას. გასაგებია. პიარი იყო. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. მიზეზი ის არის ოქრუაშვილი არ ჩამოვიდა საქართველოში. ერთ-ერთი ოქრუაშვილი ალბათ საქართველოში ჩამოყვა საერთოდ არ აპირებდა. დიახ. და საერთოდ პოზიციასაც და ოპოზიციასაც ვინც პარლამენტში და ვინც გარეთ გამოიყვანა გაუბედურებული ხალხი. დიახ. თავის დაანებონ ნიშას აპიარება. და ამ ხალხს რომელიც ახლა ქუჩაში გამოვიდა და მე რამდენჯერ დააფოკუსა სამართალდამცავებმა ორგანოებმა და 26-ის მერე რომ დაიწყება ამ ხალხის დაპატიმრება, ეხო ამ საწოდავი ხალხის მანიპულირება თავიანთი სკამების ფულტვისთვის. გასაგებია, მადლობა. მოსვლას არ აპირებდა. მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ის უკაცრავად რა მინდა იცი რომ თქვა უბრალოდ რა ამ საწოდავ ხალხს დაანებონას უკვე თავი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩამოვიდა ოქრუაშვილი? არ ჩამოვა და ყველა არის აი შემსრულებლები რა. რისი? ამ ხელისუფლების რა. გასაგებია თქვენი პოზიცია. არაფერს არ აკეთებს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ქართულ პარტიას ხალხი არ აყავს და იქავლაბრის რეზიდენციასთან ვერავის ვერ შეკრიბავდა.
ანუ ფიქრობთ რომ ბურჯანაძესთან განხეთქილების ბრალია თქვა იმაზე რომ განხეთქილების ბრალი კი არ არის თვითონ მივიდნენ და დაანონსეს რომ ალვაბრის მოედანზე უნდა შეეკრიბა და ხალხი თუ არ აყავთ ვინ შეკრიბავდნენ ხო მაგრამ ეს განცხადება მათ გააკეთეს სახალხო კრების მიერ მოწყობილ აქციაზე შესაბამისად იყო ვარაუდი და ვერსია და მე გაეჩინათ მეორე კერა ეგ უკეთესი არ იყო და ორ ტალღად შეერთდებოდნენ რატო არ ქნეს მე მინდა უშალა ოქროშუს ჩემოს გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317-994 შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ ეთერში ვარ დიახ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობა ნათია გამარჯობა გისმენთ ყველაფერი არის ნინო ბურჯანაძის ამბიციების გამო ანუ თქვენ ფიქრობთ რომ განხეთქილება იყო დიახ თავარი დამნაშავე ნინო ბურჯანაძე აქვს გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317-994 შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ ეს ყველაფერი არის ნინო ბურჯანაძის ბრალი ოქროაშვილს აქვს იმისი ვაჟკაცობა რომ ჩამოსულიყოს გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ გამარჯობა გისმენთ ვაი ძალიან მაინტერესებს მართლა გულწრფელად დიახ გისმენთ არსებობს ადამიანი ვისაც ჯეროდა რომ ჩამოვიდოდა ანუ თქვენ ფიქრობთ რომ არც აპირებდა ჩამოსვლას არა რა თქმა უნდა გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ გამარჯობა გამარჯობა გისმენთ ეთერში ხართ დასრულებული ვარ არის მის კიდევ ერთხელ იქნებ გაიმეოროთ პასუხი იცით რა მე დასრულებული ვიყავი რომ აცაპირებდა ჩამოსვლა გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ გამარჯობა ნათია იცით რა შეასახმე მე მაინც გონია რომ ეს არის ბურჯანაძის ბრალი მისი ამბიციების ბრალი და ეხა ესე გაკრიტიკება ადამიანის ძალიან რთულია რა და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩამოვა და თავის საქმეს გააკეთებს გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ გამარჯობა გისმენთ გისმენთ ეთერში ხართ შემდეგი მაყურებელი ეთერში საღამომშვიდობისა გისმენთ სანამ დედა ტელეფონთან მოვა ჩვენ ვერ დაველოდებით ამიტომ ამ დროისთვის მე ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ გამოკითხულთა 53% ოქროაშვილის მიერ ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზად ამბობს იმას რომ ის არც აპირებდა თბილისში ჩამოსვლას განხეთქილებას ბურჯანაძესთან ასახელებს გამოკითხულთა 11% 10% გარიგება ხელისუფლებასთან 10% შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 8% გეგმის არარსებობას ასახელებს ამის მიზეზად 5% ახალი გეგმა აქვს დასახელებული ქართული პარტიის შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ ისა მე მგონი ხალხი რო არ შეიკრიბა იმიტომ არ გამოვიდა რატომ არ შეიკრიბა ხალხი ეს არის თქვა პარტიის გეგმის არარსებობის გამო თქვა ახალი გეგმის განხეთქილების გამო ბურჯანაძესთან რის გამო რას ფიქრობთ თქვენ ანუ კონკრეტული პასუხი მინდა რომ გამცეთ რომ შედეგებში იყროს აი ობიექტურად რომ იმშელოთ დიახ მე მგონი მაგარი ყლეა ეგ კორექტულად თუ შეიძლება მე ყველა მაყურებელს თხოვ კორექტულად ისაუბროს პირდაპირ ეთერში წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შევწყოთ მათთან საუბარ შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ ნამდვილად ვაჟკაცია რო არ ჩამოვიდა დიახ იმის მაგივრად რომ ამ თავრობას მხარე დაუჭირონ რაც გასაკეთებელია მხარში დაუდგნენ და მიუთითონ დიახ აი ესე ხალხს აწვალებენ და მე მგონი რომ სწორ ექნა რომ არ ჩამოვიდა და რას ფიქრობთ რის გამო არ ჩამოვიდა ვაჟკაცობა ეყო და არ ჩამოვიდა გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ დიახ გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ მე მინდა გითხრათ დიახ აქციაზე ხალხი რომ მოვიდეს დიახ გამარჯვებამდე რომ მიიყვანოს საქმე საჭიროა ზვიად გამსახურდიას მსგავსი ლიდერი დიახ და ოქროაშვილი რატო არ ჩამოვიდა რას ფიქრობთ გასაგებია შეწყდა ზარი მაყურებელთან შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ გისმენთ გამარჯობა გამარჯობა დიახ გისმენთ გამარჯობა ის რო არ ჩამოვიდოდა მაგის ყველასის გასაგები იყო ეს ჩიშალა პიროვნება მე მაინტერესებს ზებიკა ჩიჩილაძეები რაზე მიმზანდნენ იქა ისევე
მაზანდის ასაწევად პრეზიდენტის წინაშე ხო არ მივიდნენ ამ ხალხთან. არ ეყოფათ დაეტიონ თავი ერთ სახლებში. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გესმენთ. გამარჯობა გესმენთ ეთერში ხართ. გესმენთ ეთერში ბრძანდებით. გესმენთ ეთერში ხართ. არის მის სამწუხაროდ მაყურებლის ხმა, ამ დროისთვის მე ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ. გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არც აპირებდა. 11% განხეთქილებას ასახელებს იმის მიზეზად, რომ ის არ ჩამოვიდა საქართველოში ბურჯანაძესთან განხეთქილებაზეა საუბარი, ასევე 11% ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოხდა გარიგება. პასუხი შეკითხვაზე გამოკითხულთა 9%-ს არ აქვს, 8% გეგმის არარსებობას აბრალებს ამას, ხოლო პარტიის ახალ გეგმას ამის მიზეზად ასახელებს გამოკითხულთა 5%. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გესმენთ. გამარჯობა. დიახ გესმენთ. ნათია საქმე რაში აიცი გასაოცარია საქართველოს ხალხს აზროვნება საერთოდ რატო ეგონა ვინმეს რომ ოქროშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ან რატო ეგონა ვინმეს რომ იქ 100,000 კაცი შეიკრებებოდა დაუშვათ აი ამ მიტინგზე იმიტომ კი არა რომ ხალხს პროტესტი არ აქვს დაუშვათ და ქუჩაში გამოსვლის ეშინია და ქუჩაში გამოსვლა შეიძლება სერიოზული მიზეზი თუ ვინმე ჩამოსვლა უნდა და საქართველოში და თუ 100,000 კაცი უნდა დაყოდროდა რა თუნდა და ეს ლეგენდების ხინვალზე, სოხუმზე და ფოთზე და სტამბულზე. დამჯდარიყო თვითმფრინავში ჩამოსულიყო და ხო დახვდებოდა ის თავისი 100,000 კაცი და ტრიუმფით მოიყვანდნენ ქალაქის ცენტრში. ტყუილი იყო ეს ყველაფერი იმ თავითვე. გასაგებია. მოდის ვიხდი ერთი სიტყვა მათქმევინეთ. აქ მთავარი შეკითხვა და იქნებ აი მაგაზე ვინმეს აი ეს ექსპერტები რო ბრძანეთ არ მინდა რომელი ექსპერტი იყო ეს მაინტერესებს. აი რომელი ექსპერტი იყო მაინტერესებს რომელმაც არ იცოდა რომ ოქროშვილი საქართველოში არ ჩამოვიდოდა. და საერთოდ რატო აქვს ვიღაცას იმის იმედი რომ ვიღაც ერთი კაცი ჩამოვა და გაიქცევა ეს სწავლობა აქ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე ამ დროისთვის ჩვენს მონაცემებს მოგახსენებთ გამოკითხულთა 20% სულ 20 ზარის სატელეფონო ზარის მიღება მოხერხდა პირდაპირ ეთერში. აქედან 7 მაყურებელი განხეთქილებას ბურჯანაძესთან ასახელებს იმის მიზეზად რომ ოქროშვილი არ ჩამოვიდა თბილისში, 2 მაყურებელი ხელისუფლებასთან გარიგებას, 1 მაყურებელი ამბობს რომ გეგმა არ არსებობდა, 1 მაყურებელი ფიქრობს რომ პარტიის ახალი გეგმა გახდა ამის მიზეზი, ხოლო 9 მაყურებელი თვლის რომ ირაკლი ოქრუაშვილი არც აპირებდა თბილისში ჩამოსვლას. გამოკითხვა ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებათ. მაშინ ასე გამოკითხვა ეთერში ბრუნდება, როგორ ფიქრობთ, რა გახდა ოქრუაშვილის მიერ ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზი? გარიგება ხელისუფლებასთან განხეთქილება ბურჯანაძესთან გეგმის არარსებობა ქართული პარტიის ახალი გეგმა თუ ის არ საპირებდა ჩამოსვლას საქართველოში მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობის გესმენთ. ნათია, შემოგევლე, არ გამიწიო და ეს იყო კარგად დააგეგმილი. ესე ითამაშებენ სააკაშვილის თამაშს. ამით ესენი სააკაშვილს უჭერენ ქულებს. აი როგორც ესეთი ოპოზიცია ყველას გვაჩვენებენ რომ არ არსებობს დღეს საქართველოში. ესენი მაპატია და ნაგავი ყველა რა. აი მithumetes ხალბატონობთან არ უნდა მჭირდებოდეს მე ზრდილობაზე საუბარი მაგრამ თქვენი ჭირიმე რა ტელევიზია იმისია რომ ადამიანმა დაარეკო ხო ხო მაგრამ ეთიკის ნორმების ფარგლებში გამოხატა საკუთარი მასალა ეთიკა იდა იმათ რატო ათხოვთ ეთიკებს აი ოქრუაშვილებს და გაჩეჩილაძეებს აი ვისი ტელევიზიაც არის რა იმათ რატო ათხოვთ როგორ გეკადრებათ ეს ტელეკომპანია დამოუკიდებელია მე ნებისმიერ ადამიანს როგორც ხელისუფლებაზე ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებზე ვთხოვ კორექტულად ისაუბრონ შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ მოგისალმებით დიახ გამარჯობა გისმენთ იცით რა არის ახლა ხანდახან ფიქრობ ხოლმე დავრეკო თუ არ დავრეკო იმიტომ რომ გასკდა გული იცით ამდენი ფარსის მოსმენით და ყურებით და ნუ აი რისი შემწრი არ ვიყავით ამ ქვეყანაში ყველაფერში დამნაშავე არის ხელისუფლება ამ სცენარებს ავიგოთ რა მოგეთ ახლა ესე იგი ცოტა დგას ოპოზიციის ბრალია ბევრი იდგა ოპოზიციის ბრალია და მე არ ვიცი პასუხისგებლობას ქვეყანაში ვინ უნდა ვის აქვს პასუხისგებლობა ქვეყანაში ყოველივე ამაზე ხო როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში რა გახდა ქართული პარტიის ლიდერის ოქრუაშვილის ჩამოსვლის ეს კიდე ვიმეორებ მე შეიძლება ილუზიები მაქვს მაგრამ არ ამგონია იმიტომ რომ ეს არის სცენარები რომელიც იწერება სადღაც დაინტერესებული ადამიანები რომ ყველაფერი მერე ესე დამთავრდეს რაც შეეხება ქალბატონ ნინოს აქციას ნუ აი ეს იყო ნამდვილი ქელეხი საქართველოსი გასაგებია თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317-994 შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ დიახ გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ეთერში ბრძანდებით
ალიონა, გესმით ჩემი? მე ფიქრობ, რომ სოზარ სუბარმა ჯერ კიდევ ადრე სანამ ნინო დაანონსდა 21 მაისს. მანამდე თქვა, რომ ჩვენ ჯერ ვერაფერს ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ ხალხში ვერ ვხედავთ მუხტსო. მე შემდეგ ნინო დაასახლა თარიღი. და ალბათ ოქროაშვილიც ფიქრობ, იმიტომ არ ჩამოვიდა ხალხის სიმცირის გამო. ანუ ახალი გეგმა აქვს პარტიას, თქვენ ფიქრობთ? მადლობა ზარისთვის, შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ალე გამარჯობა. დიახ, გამარჯობა გისმენთ. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ დღეს ეთერში მომიწვია. დიახ. და ჩემი აზრით არც უნდა ჩამოვიდეს ექრუაშვილი და საერთოდ არც უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ეგ ყველა ვინც დღეს ამ წუთში ვითომ ოპოზიციაში დგას, ყველა იდგა ხელისუფლებაში და თუ ვინმეს რაიმის კეთება უნდა და ძალიან კარგი საშუალება იყო იმისი, რომ იქვე გაეკეთებინა და იქვე დამდგარიყვნენ ერთმანეთის გვერდით და ეკეთებინათ საქმე საქართველოსთვის და ხალხისთვის. ამ წუთში მე ვერ ხედავ, რომ საქართველოს ყავს ოპოზიცია, ეს არის უბრალოდ გულგატეხილი ხალხი, რომელსაც არ გაუმართლეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ცდილობენ რაღაც აკეთონ ახლა და საწოდავი ხალხი გამოიყენა როგორც მარიონეტი. გასაგებია თქვენი ეს პოზიცია, თუმცა ჩაგეკითხებით თქვენის ნებართვით, როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის მიერ ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზი რა გახდა? ოქრუაშვილის ჩამოსასვლელი საქართველოში ნამდვილად არ აქვს და ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა მე პირადად რომ ეგ საერთოდ მოვისმინე რომ ოქრუაშვილი აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ეს არის აბსურდი და ყველაფერს მთავრობას ვაბრალებთ. ჩვენ თითოეული მოქალაქე ვართ უჯრედი ჩვენი საქართველოსი. ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რომ შევქმნათ ერთიანი ძლიერი სახელმწიფო და არა ისე რომ დავანაწილოთ ერთმანეთს კეტები უტყავთ. სირცხვილია, მწვენია, მე ამ წუთში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ. აქედან ვუყურებ მაგ მოვლენებს და ვადების რევოლუციის დროსაც აქ ვიყავი და მართლა ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით პირდაპირ ეთერში და ჩემ ქართულ ხალხს ვუთხრა ის, ვაკეთოთ ის, რისი გაკეთება შეგვიძლია და ყველა თითოეული მართვალი ჩავაგდოთ საქართველოს აღორძინებით. არა ვარ არავინ დამსინებული, არ ვფიქრობ რომ მე კარგი ცხოვრება მაქვს, ჩემი ყველა ოჯახის წევრი საქართველოშია და მინდა რომ ნახო აღორძინებული საქართველო, რომ თითოეული ჩვენთაგანი დაბრუნდეს საქართველოში და არა ის რაც 90-იან და 90-იან წლებში თუნდაც მე გადავიარე. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317 999. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა, ქალბატონ ნათია. გამარჯობა გისმენთ. იცით რა მაინტერესებს? თვითონ ის ხომ ოქრუაშვილის ხმა იყო ტელეფონით რომ გვესაუბრა, ხო? რომ აუცილებლად ჩამოვალ 25-ში, ხო? ჩამოსულიყო, მე ვინ შეუშალა ხელი? თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩამოვიდა? ვაი ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ შეგვპირდა აუცილებლად ჩამოვალ. ჩამოსულიყო 25-ში ელოდებოდა მას ხალხი. თუმცა მე რამდენიმე წუთის წინ წავიკითხე მიმართვა, რომელიც ოქრუაშვილის სახელით გავრცელდა და მინდა დაგარწმუნოთ რომ ნამდვილად. აი ეს მაინტერესებს, ჩვენი მსმენელი რეკავს და ამბობს, რომ ის არ ჩამოვიდოდა. როგორ ადამიანმა თქვა ტელეფონით რომ ჩამოვალო და რატომ გადაიფიქრა ჩამოსვლა? რატომ გადაიფიქრა ჩამოსვლა? თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ვერ გეტყვით რატომ გადაიფიქრა? ბურჯანაძეს რა შეადანაშაულებენ ვერ გავიგე. გასაგებია, ამ შემთხვევაში კონკრეტული პასუხი არ გაქვთ, მადლობა ზარისთვის ნებისმიერ შემთხვევაში. შემდეგი მაყურებელი ეთერში, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ ამ დროისთვის, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არც აპირებდა. ხელისუფლებასთან გარიგებას ოქრუაშვილის მიერ ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზად ასახელებს გამოკითხულთა 12%. 11%-ის აზრით ოქრუაშვილი ბურჯანაძესთან განხეთქილების გამო არ ჩამოვიდა. 8%-ის აზრით 8% შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. 7% გეგმის არარსებობას ასახელებს ამის მიზეზად, ხოლო ქართული პარტიის ახალ გეგმას პროგნოზირებს გამოკითხულთა 5%. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ალო. გისმენთ საღამო მშვიდობისა. ქალბატონ ნათია. კი ბატონო. წეგად ვერ დავამთავრე, ჩემი სათქმელი ბოლო. დიახ, გისმენთ. ქართველმა ხალხმა ერთხელ დაუშვა შეცდომა. დიახ. შევარდნაძისა და სააკაშვილის შორის ხელისუფლების გადაბარების გათამაშებაში დროს. იმხელა იყო შევარდნაძის და მის სიძულვილის მუხტი
რომ აღარ დაუკვირდა ვინ მოდიოდნენ. დიახ. და ისე სულ ყველამ გაიაზრა ვინც იყვნენ, საიდანაც მოდიან კი ვიცოდით, მაგრამ ოღონდ ის კაცი სასული. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ზარისთვის. ეს ქართულ ხალხს არა აქვს უფლება მეორე დაუშვას ეს შეცდომა. გასაგებია ბატონო, მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის მე ჩვენს შედეგებს მოგახსენებთ. პირდაპირ ეთერში მოხერხდა 25 მაყურებლის ზარის მიღება. აქედან 10 მაყურებელი ფიქრობს, რომ ოქროაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არც აპირებდა. ოქროაშვილის მიერ ჩამოსვლაზე უარის თქმის მიზეზად 7 მაყურებელი ასახელებს განხეთქილებას ბურჯანაძესთან. 3 მაყურებლის აზრით ეს გარიგებას ხელისუფლებასთან მოყვა. 1 მაყურებელი ფიქრობს, რომ უბრალოდ გეგმა არ არსებობდა და ამის გამო არ ჩამოვიდა. 2 მაყურებელი ამბობს, რომ პარტიას ახალი გეგმა აქვს, ქართული პარტია არის ნაგულისხმები, ხოლო 2 მაყურებელს შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. გამოკითხულთა 55% ასევე თვლის, რომ ოქროაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არც აპირებდა. 12%-ის აზრით ხელისუფლებასთან გარიგების გამო არ ჩამოვიდა. 10% ფიქრობს, რომ განხეთქილება ბურჯანაძესთან არის ამის მიზეზი. 7% შეკითხვაზე პასუხი არ აქვს, ასევე 7% გეგმის არარსებობას ასახელებს. ქართული პარტიის ახალ გეგმაზე გამოკითხულთა 5% საუბრობს გამოკითხვაზე. გემშვიდობება მაესტრო საინფორმაციო გამოშვება გელით, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.